შესაძლო უსისხლო მსხვერპლს და ეს დაუშვებლად მიიჩნევს და გამოგზავნის იმას კაცებს, ესე იგი ეკონომოს, რომ განაძევონ იქიდან და მართლაც უთხოვია და ემხო მათ წინაშეო, რომ ხელას იმ დაბლა ქონდა, ერთი ღამეს დავხვდები და მერე წავალთ. და იმ ღამეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადება ამ ამაზახს და საწყალობელს ეძახის, რომ შენ ჩემი ძის მცნება დაგირღვევია უცხოთ შემწყნარებლობაზე და აი ესეთ რამეს ამბობს, აი რა საოცარია, რომ მეგობ საწყალობელი ხარ, რომ ჩემი მეგობრისგან ვერ აიღე ლოცვა კურთხევა. აი წარმოიდგინეთ, რომ ცისა და ქვეყნის დედოფალი ეძახის მეგობარს და ნუ გონიაო, რომ მარტო თქვენი ენით შეისმინება ლოცვებიო, ყველა ერი, რომელიც იცავს ჩემი ძის მცნებებს, ესე ამბობს ღვთისმშობელი. იმათი ლოცვა შესმენელია ღვთის წინაშე და აი ღვთისმშობელი ეუბნება, რომ ვინც არ მიიღებს ილარიონს, ის არის ჩემი მტერი.